მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. სულ ცოტა ხანში თქვენს ტელეეკრანებზე ამონადდება ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და გაესაუბროთ პირდაპირ ბატონ დავით არხანმოურავს. მოგესალმებით ბატონო დავით. მე კი გახლავართ ირმა ცხორაგაული. მოკლედ ბატონო დავით, ჩვენ ძალიან ბევრი თემები მოგვიგროდა, თუმცა არ შეიძლება არ ვისაუბროთ სწორედ იმ ბოლოს მიმდინარე პროცესზე, რომელიც ივანე ჯავახიშვილისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას ეხებოდა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ალბათ მე მგონი პირველი და ერთადერთი პრეცედენტია, როდესაც ამ ხელისუფლებამ რაღაცაზე უკან დაიხია და რაღაცაზე უარი თქვა. გუშინ თქვენ ზოგადად არ ახართ აქტიური სოციალურ ქსელებში და ცოტა არ იყოს გამიკვირდა კიდეც, მაგრამ თქვენი წერილი წავიკითხე, გამოქვეყნებული ამასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი განათლება და რა ბმაშია იგი ეკონომიკასთან. ეხლა მე მაინტერესებს ასეთი რამ, რა თქმა უნდა თქვენი ხედვა და სწორედ აი ამ წერილთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ და მეორე პასუხი აქვე რომ არ შეგაწყვეტინო და თქვენვე გააგრძელოთ, რა მაიძულა ხელისუფლება, რატომ დაიხიეს უკან და რატომ უარი აი ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე? მოგესალმებით. მე არა ვარ სოციალურ ქსელებში წერილი დადო ობიექტივმა და ირმაინაშვილმა, მე თუმცა ფიქრობ თქვენი მოსაზრება იქ აუცილებლად იქნება. არა, ჩემი წერილი უბრალოდ გამოქვეყნდა სხვა გვერდზე. მე ჩემი გვერდი არ მაქვს, თუმცა რაღაც ყალბი გვერდებია ჩემი სახელით შექმნილი, სულ ცოტა 20 გვერდი და არანაირად Facebook-ი ამ გვერდებს არ აუქმებს. მივწერე ოფიციალური წერილი, რომ ეს ჩემი გვერდები არ არის ჩემი სახელით შექმნილი, მაინც არ აუქმებს და მორჩა. ესენი ეს სხვა თემაა. პირველი რაც შეიძლება ითქვას ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავიაზროთ, მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ სადმე უკან დაიხია და არც იმას ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაცა უნდა ვიზეიმოთ, ახლა გამარჯვება. არ არის ეს სწორი. ჩემი აზრით ხელისუფლება თავიდანვე გააზრებულად მოქმედებდა, მას ჰქონდა ორი სცენარი. ყველაზე მათთვის ოპტიმისტური და ჩვენთვის ყველაზე მძიმე სცენარი, რომ უბრალოდ მიაერთებდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტს, გააუქმებდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუერთებდნენ, შემდეგ უდაოდ შეამცირებდნენ და ეს ახლაც მოხდება ფაკულტეტებს, შეამცირებდნენ კადრებს. მეორე სცენარიც ჰქონდათ, რომ დაიწყებენ ლაპარაკს სრულ მიერთებაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მთლად მიერთება არ იქნება, აი მეორე სცენარი განვითარდა. ხალხის პროტესტს დააკვირდებოდნენ, იქნებოდა არ იქნებოდა ეს პროტესტი. პროტესტი იყო, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ამის წინააღმდეგ, პროფესორ მასწავლებელი, ჩვენ, ბევრი ხალხი. და ამიტომ წავიდნენ მეორე სცენარით, მაგრამ მეორე სცენარი ახლა ხალხი არ აქცევს ყურადღებას, იცით როგორაა, ჩვენი საზოგადოების თავი პრობლემა არის, რომ ჩვენ ზოგჯერ მარტო რაღაცა ერთ პუნქტზე ვჩერდებით. ერთდება, არ ერთდება, მორჩა. ერთ მხარეს ვხედავთ. აი, არ ერთდება და დამთავრდა, ყველა დამშვიდა. ამ არ მიერთებას დააჩნია უზარმაზარი დათქმები და ეს დათქმები რო გაანალიზოთ, ყველაფერს დაინახავთ, რა დათქმებია. ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ თქვა, კი ბატონო, არ მიგაერთებ, მაგრამ რეალურად ფაკულტეტების რაოდენობა შემცირდება. დიახ, სამართალმცოდნეობას. რეალურად პროფესორ მასწავლებლების რაოდენობა შემცირდება. ანუ დაუბრუნდებით 1990 წელს. რიგი ფაკულტეტები ანუ 1900, ესე იგი დაუბრუნდებით 36 წლის წინანდელ მოცემულობას 1990 წელს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტების რაოდენობა უახლოეს 2 წელიწადში მილევად რეჟიმში გადავაო და 2 წლის თავზე 38% შემცირდება სტუდენტების რაოდენობა. ანუ ზრდა კი არ იქნება, შემცირება 38%-ით. გაუგებარია ის დანარჩენი ფაკულტეტები, საწავა, საერთოდ რო ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ იქნება. ანუ გაუქმდება თუ რაღაცა მიერთება მოხდება იმ ფაკულტეტებისა თბილისის უნივერსიტეტთან და ამის შემდეგ მაინც მოხდება შემცირება პროფესორ მასწავლებლის ყველა შემთხვევაში. და სტუდენტთა რაოდენობის რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, სტუდენტთა რაოდენობა და პროფესორ მასწავლებლების შემცირება ყველა შემთხვევაში მოხდება და
ნიღაბი ყველა მოიხსნა, მათ შორის ხელისუფლება, მათ შორის კი პირველ რიგში ხელისუფლება მოიხსნა ნიღაბი. შენობების და ტერიტორიების წართმევაც მოხდება. მაინც ხელისუფლება აღარ მალავს, არც იმას მალავს რეალურად, რომ მას სურს სტუდენტების რაოდენობის შემცირება, არც იმას მალავს, რომ მას სურს პროფესორ-მასწავლებლების შემცირება და არც იმას მალავს, რომ მას სურს და წაიღებს შენობებს და ტერიტორიებს. მიწა, შენობა, ამას ყველაფერს წაიღებს, დატოვებს გარკვეულ კორპუსებს. არაფერს ამას არ მალავს ხელისუფლება. ერთადერთი რა გავიმარჯვეთ, რომ შენარჩუნდება ტექნიკური უნივერსიტეტი. კარგია. შენარჩუნდება ტექნიკური უნივერსიტეტი. უნდა შენარჩუნდეს კიდევაც. და დაუბრუნდება ფაკულტეტების იმ მდგომარეობას, რომელიც იყო 1990 წელს. სუდია, იმიტომ რომ 35 წელი გავიდა და სამყარო გარშემო შეიცვალა. წაგვართმევს ტერიტორიებს და შენობებს, რომელსაც გაყიდის და კომერციულად გამოიყენებს. სუდია, ანუ რეალურად რა დათმობაზე წავიდა? ერთადერთ დათმობაზე წავიდა, რომ არ გაგაუქმებ. ბოლომდე არ გაგაუქმებ. მაგრამ 38% შეგამცირებ და მე გეუბნებით, რომ ეს პირველი ეტაპი იქნება. ეხლა 2-3 წელი გაჩერდებიან, თუ 2-3 წელიწადში ესენი მოვიშორეთ, მადლობა ღმერთს, კაია. თუ არ მოვიშორეთ, შემდეგი ეტაპი და მერე იქნება ახალი ეტაპი განათლების რეფორმის და ისედაც უკვე შემცირებულ, ანუ თქვა 62%-ს დატოვებენ. მერე ტექნიკურ უნივერსიტეტს კიდევ ორჯერ შეამცირებენ და ასე ნელ-ნელა სულ გააკრობენ. თუმცა ბატონო დავით, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მანამ სანამ ამ გაერთიანებაზე იქნებოდა საუბარი, აი არ ვიცი მოწმენდილ ცაზე, საერთოდ კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, როდესაც ბატონი პრემიერი გამბრძანდა და თქვა, რომ იგი აუცილებლად უცხოეთიდან მოიწვევდა პროფესორ-მასწავლებლებს. ანუ ნამდვილად დათქმა არის ისეთი, რომ ეს ჩვენი ქართველი პროფესორ-მასწავლებლები, ისინი რომლებსაც გააუქმებენ, იმათ ჩაანაცვლებენ კიდევ სხვები უცხოეთიდან ჩამოსულები და მოკლედ ნამდვილად ჩვენ ძალიან ცუდ კრიტიკულ სურათს მივიღებთ ამ თვალსაზრისით რა. იგივე უბრუნდებით. ჩვენ შეგვიძლია მარტივად ვთქვათ. პირველი, ხელისუფლებას ჰქონდა გეგმა და ეს გეგმა ითვალისწინებდა ორ ვარიანტს. განვითარების ორ ვარიანტს, ანუ პირველი, ხელისუფლებას ჰქონდა გეგმა, ეს გეგმა ითვალისწინებდა განვითარების ორ ვარიანტს. პირველი ვარიანტი, რომ მთლიანად გააუქმებდა ტექნიკურ უნივერსიტეტს და მეორე ვარიანტი, რომ მთლიანად კი არ გააუქმებდა, დათანხმდებოდა იმაზე, რომ შენარჩუნდეს ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგრამ რეალურად მაინც შეამცირებენ ფაკულტეტებს, შეამცირებენ სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებს და რაც თავარია წაიღებენ ტერიტორიებს. ჯერ ხელისუფლებამ დაძაბა სიტუაცია, პირველი სქემა მოითხოვა, ეს არ გამოუვიდა, მერე გადავიდა მეორე სქემაზე. აი ეს უნდა გავიაზროთ. იმ თავითვე ხელისუფლებას ჰქონდა მიზანი, ან მთლიანად გააუქმებს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მიუერთებს თბილისის უნივერსიტეტს, თუ არადა, თუ პროტესტი მასშტაბური იქნა, მაშინ მეორე გზით წავა, ტექნიკურ უნივერსიტეტს შესამჩნევად 38%-ით შეამცირებს, რასაც მიაღწია, ანუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები შემცირდება და რაც თავარია, წაიღებს ტერიტორიებს და წაიღებს შენობებს. ხელისუფლებამ ნიღაბი მოიხსნა, მან ღიად აღიარა, რომ ჩვენ წავიღებთო შენობებსაც, ტერიტორიებსაც, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე თბილისის უნივერსიტეტის. ანუ აქ ბიზნეს ინტერესებია პირველ პლანზე და არა განათლების ინტერესები. ეს უკვე დავინახეთ. ეხლა დაძაბა ვითარება, ჯერ გაუქმებაზე ელაპარაკა, პროტესტი დაინახა, დათანხმდა იმაზე, რომ არ გააუქმებს, მაგრამ რა? 38% გაუქმდება მაინც. 38% სტუდენტებისა 2 წლის განმავლობაში შემცირდება 38%. აი ეს უნდა დავინახოთ. რა მივიღეთ ეხლა? მე ვერ ვხედავ აქ, რომ რაღაცა კარგი გამოსავალი გვაქვს და მე ვამბობ, რომ ეს გაგრძელდება ეს პროცესი. საერთოდ აქ უნდა ამ საკითხს სხვანაირად უნდა მიუდგეთ. იცით რა შეასაქმე? ეხლა გამეორება არ მინდოდა მაინც და მაინც, მაგრამ ნუ მაინც ვიტყვი. გავიდა 2025 წელი, ხო? ეხლა 2026 წელია. გავიდა 2025 წელი, ეკონომიკური შედეგების შეჯამების შესაძლებლობა არის.
2025 წელს მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ღირდა დაახლოებით 115 ტრილიონი დოლარი. აქ ყველაზე დიდი წილი ეკონომიკაში დაახლოებით 26% ცოტა მეტი აქვს შეერთებულ შტატებს. მეორე ადგილზე არის ევროკავშირი, მისი წილი 2025 წელს 20% იყო თითქმის და მესამეზე არის ჩინეთი, დაახლოებით 17% მთელ მსოფლიო ეკონომიკაში. მაგრამ წილი ეს სხვა რამეა. ეს არ ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას. ეკონომიკის ზრდა სხვა მცნებაა. მაგალითად, ჩინეთმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკის დაშლა და ინდოეთმა, მაგრამ ეს კი არ ნიშნავს, რომ მათი ეკონომიკა ყველაზე განვითარებულია. ზრდა სხვა რაღაცა, მე შეიძლება ბევრი საქონელი გამოუშვა და ეკონომიკის დაშლა შეუწყო ხელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განვითარდა. ეკონომიკის განვითარებაში, სოფლიოში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს მეცნიერება, ტევა, ტექნოლოგიებს. დღეს უფრო ციფრულ ტექნოლოგიებს უწოდებენ, თუმცა ეს თლაც სწორი არ არის. და ამ კუთხით ყველაზე დიდი წვლილი ვინ შეიტანა? იაპონიამ, შეერთებულმა შტატებმა, ანუ იმ სამხრეთ კორეამ, სინგაპურმა, დააკვირდით, ის ქვეყნები, სადაც მეცნიერება, ტევა, ტექნოლოგიები სერიოზულად არის განვითარებული. ეხლა ამათ რიგებში გერმანიაც არის მაგალითად და ჰოლანდიაც, რო ვიცოდეთ. მაგრამ რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ განათლება და მეცნიერება, ტევა, ტექნოლოგიები, თვითონ სიტყვა რას გვეუბნება? ეს არის კომპიუტერული ტექნოლოგიები. ეს არის მაგალითად ელექტრონული ტექნოლოგიები, ეს არის თუნდაც უახლესი კოსმოსური ტექნოლოგიები, ინოვაციური, ვთქვათ, ფიზიკო-ქიმიური ტექნოლოგიები, ბიოინჟინერია, ბიოსამედიცინო ტექნოლოგიები, ის რაც მეცნიერებასთან არის დაკავშირებული და თქვენ ამას ყოველდღე ხედავთ, თქვენ გაქვთ მობილური ტელეფონი, კატეს ეძახიან, მიდიხართ ხოლმე კლინიკაში და იღებთ ანალიზებს, ეს ყველაფერი არის მეცნიერება, ტევა, ტექნოლოგიები. აქ ვინც არის წამყვანი ქვეყნები, მათია ეკონომიკა, მათია სიმდიდრე, მათია პლანეტა. 30% დაახლოებით მესამედი ამერიკის ეკონომიკის მეცნიერება, ტევა, ტექნოლოგიებია. საქართველოში ეს ყველაფერი არის? არ არის. მეცნიერება, ტევა, ტექნოლოგიების განვითარებას ქმნის განათლება. აი ეს უნდა გავიგოთ. ყველაზე მთავარი და აქ არ არის ეს განათლება, ანუ კვლავ ვთქვათ, სოფლიო 2025 წელი სოფლიოს ეკონომიკა 115 ტრილიონი დოლარი, დაახლოებით ამდენად შეფასდა. ყველაზე დიდი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 26%-ზე ცოტა მეტი, მეორე ადგილზე ევროკავშირი 20%-ს მიაღწია თითქმის, მესამეზე ჩინეთი 17%-ს მიაღწია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეიტანეს ყველაზე დიდი წვლილი ეკონომიკის განვითარებაში. ეკონომიკის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს იმ ქვეყნებმა, სადაც მეცნიერება, ტევა, ტექნოლოგიებია განვითარებული. იაპონია, ამერიკა, სამხრეთ კორეა, სინგაპური, გერმანია, ჩინეთი, მათ შორის ჰოლანდია და მეცნიერება, ტევა, ტექნოლოგიები, ანუ ციფრული ტექნოლოგიები, კოსმოსური ტექნოლოგიები, ბიოსამედიცინო ტექნოლოგიები, ფიზიკო-ქიმიური ტექნოლოგიები, სადაც კომპიუტერიზაცია, ციფრული ტექნოლოგიები არის ბაზა. და საქართველო აქ სად არის? არსად არ არის. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ კორეაში 1000 კაცზე 16 მეცნიერია, მაგალითად. იაპონიაში 1000 კაცზე 11 მეცნიერია. ამერიკაში 1000 კაცზე 10 მეცნიერია. სადაც 1000 კაცზე 2 მეცნიერი არაა, იქ კვდება მეცნიერება. საქართველოში რამდენი 1000 კაცზე? ერთზე ნაკლები მეცნიერია. ამ პირობებში უნდა მოხდეს პირიქით საყოველთაო პროგრამა განათლებისა, ცოდნის დონის ამაღლებისა და ამის ნაცვლად ესენი კლავენ პირიქით ცოდნის დონეს. სარია პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. დიახ, რამდენი ხანია თქვენ საუბარს მისმენ, ხო? ისაუბრეთ. გისმენთ? როგორ ისაუბრო, ადამიანი საუბრო, ჩვენლები. როდესაც რეკავთ, უნდა ტელეფონს, ტელევიზორს მოცილდით თუ შეიძლება და ყურმილში ილაპარაკეთ. ტელეფონში ილაპარაკეთ, ტელევიზორს კი ნუ უსმენთ პარალელურ რეჟიმში.
ბატონ დავით. ეხლა ეს თემა რო დავასრულოთ. დიახ. არსებულ ვითარებაში, როცა მსოფლიოში მთავარი მეცნიერება და განათლებაა, ხელისუფლება რას უნდა აკეთებდეს? ხელისუფლება ხელს უნდა უწყობდეს მეცნიერების და განათლების განვითარებას. ამის ნაცვლად ხელისუფლება ცდილობს პირიქით შეამციროს განათლებულ ადამიანთა რიცხვი. ამიტომ გამოდის იდეით, რომ მოდი ტექნიკური უნივერსიტეტი გავაუქმოთ, მიუერთოთ თბილისის უნივერსიტეტს, რას ემსახურება? პირველი იმას, რომ შემცირდეს სტუდენტების რაოდენობა, შემცირდეს პედაგოგების რაოდენობა, გაიყიდოს ტერიტორიები და შენობები, ანუ ბიზნეს ინტერესებს ემსახურება. ეს გამოგვიცხადა. ეს რო გამოგვიცხადა, ქონდა გეგმა. ან საერთოდ გააუქმებს, თუ დიდი პროტესტი იქნება, ნაწილობრივ გააუქმებს. და ეს გააკეთა ახლა. გადავიდა მეორე გეგმაზე. რა მოხდება? ფაკულტეტები შემცირდება ტექნიკურ უნივერსიტეტში. დაუბრუნდება 1990 წელს, ანუ 35 წლით უკან დაუბრუნდებით. ეს ერთი. მეორე, სტუდენტები 2 წლის განმავლობაში შემცირდება და საბოლოო ჯამში 38%-ით შემცირდება სტუდენტების რაოდენობა. ეს მეორე. მესამე, ტერიტორიები როგორც თბილისის უნივერსიტეტის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის და შენობები გაიყიდება. ესენი ფულს იშოვიან, პროფესორ მასწავლებელებს შეამცირებენ, სტუდენტებს შეამცირებენ, გაუნათლებლობის დონე გაიზრდება. ეს იქნება პირველი ეტაპი. 3 წლის მერე ამას დაუბრუნდებიან და კვლავ გამოაცხადებენ რაღაცას, შეამცირებენ, გაანახევრებენ ტექნიკურ უნივერსიტეტს, ან მთლიანად გააუქმებენ, მიუერთებენ თბილისის უნივერსიტეტს, ანუ ხელისუფლება უარი თქვა, კი არ თქვა ამ გეგმაზე. დროებით პროცესი დაწყებულია. პროცესი დაიწყო, მაგრამ დროებით ტაქტიკა ასეთია. გასაგებია. ისე ბატონ დავით ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ამ ხელისუფლებას ხომ შეუვია, რომ ერთ რაღაცაზე რომ არ კონცენტრირდეთ, ჩვენს ყურადღებას მაშინვე ფანტავს და სხვა რაღაცაზე გადააქვს. ნახეთ როგორ მიება სწორედ აი ამ არაბული ქალაქების მშენებლობის თემას არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ სწორედ ეს გაერთიანება და საერთოდ იმ თემაზე აღარ ამისაუბრებს, თუმცა ჩვენი პრემიერ-მინისტრი აგერ ვიზიტზე ახორციელებს კვლავ გაერთიანებულ საამიროებში. მოკლედ, გადავიდეთ ახლა შემდეგ თემაზე, მე მინდა აუცილებლად ვისაუბრო ირანთან დაკავშირებით. ჩვენ ხედავთ, რომ სამხედრო და დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან თანდათან უფრო რთულდება. ირანის გარშემო კონცენტრირებულია შეერთებული შტატების ძალიან დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკა და თუმცა მხოლოდ აქ არა, აქ და ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც არის ირანთან დაკავშირებით, რომ მან უნდა შეაჩეროს საერთოდ ბირთვული იარაღის წარმოება და ამავდროულად თავის მოსახლეობაზე ასეთი ზეწოლა და ასეთი დესპოტიზმი უნდა შეაჩეროს. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ იარაღი განლაგებული აგრეთვე იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინსა, ერაყსა და ისრაელშიც უკვე. მოკლედ ამერიკას თავაზობს დიალოგს, თუმცა შედგა დიალოგი ომანში და იქ ირანმა სკეპტიკურად უპასუხა ძალიან და ბრძანა, რომ ჩვენო ომიც რომ დაგჭირდესო, ჩვენო იარაღისო, ბირთვული იარაღის წარმოების შემცირებასო, არ გავაუქმებთო, მოკლედ ბირთვული იარაღის წარმოებასო. აი როგორ ფიქრობთ, ბატონო დავით, როგორ შეიძლება ეს განვითარდეს ეს მოვლენები? ეხლა სწორედ ამ პასუხს ელოდებოდა ამერიკის შეერთებული შტატები, აქ ომი გადაუვალია თუ შესაძლებელია კვლავ დიალოგით მოგვარდეს ეს საკითხი? რომელიღაც წინაერთად გადაცემაში მე ვისაუბრე ირანზე და ვთქვი, მოდი ზარი შემოუშვა და მე ვუპასუხოთ. დიახ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გაუგებარია. ჩვენო არ უნდა შევიყეთო არც იქეთ, არც აქეთო, პატარა ქვეყანა ვართ, ანუ დაახლოებით ირანთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე მომდევნო საკითხებში ვისაუბრეთ აუცილებლად საქართველოსთან დაკავშირებით. არ ვიცი მე რა იგულისხმებოდა ამ შეკითხვაში, მე ერთხელ ეს თქვი და ეხლა შემიძლია გავიმეორო. დღეს არსებული ქვეყნებიდან ირანი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანაა. არიან მეცნიერები, რომლებიც სხვანაირად ვიტყვი. ყველაზე ძველი ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ეს არის შუმერების ცივილიზაცია, მაგრამ ის დღეს არ არსებობს.
დღეს არსებული ქვეყნებიდან მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ირანი ყველაზე ძველი ქვეყანაა. თუმცა ვთქვათ, ჩინეთსაც აქვს პრეტენზია და ინდოეთსაც. მაგრამ არიან მეცნიერები, ვინც ვლიან, რომ ირანია ყველაზე ძველი ქვეყანა. მეორე იმის თქმა შეიძლება, რომ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ირანი არის ქვეყანა, რომელიც მეზობლებს წარმოუდგენლად აწუხებდა. ყველა თავის მეზობლის სისხლს ხვრიდა და საქართველოს ეს კარგად იცის. საქართველოს უძველესი ქვეყანაა და სულ ცოტა 2500-2700 წელიწადი მაინც ირანი მუდმივად ფაქტობრივად ატერორებდა და აყაჩაღებდა საქართველოს. და იგივე პრობლემები ჰქონდათ ბერძნებს, იგივე პრობლემები ჰქონდა ყველა მეზობელს. ამას ებრძოდა მსოფლიო, ხან ალექსანდრე მაკედონელმა შეძლო ირანის დროებით დამარცხება, ხან რომის იმპერიამ, მაგრამ ეს ქვეყანა მუდმივად ფეხზე დგება და კვლავ აწუხებს გარშემო ყველა მყოფ ქვეყნებს. აი ამიტომ მსოფლიომ გააცნობიერა, რომ ირანისნაირ ქვეყანას არ შეიძლება კონდეს ბირთვული იარაღი. იმიტომ რომ ირანი არის ქვეყანა, რომელსაც თუ ექნა ბირთვული იარაღი, ის აუცილებლად გამოყენებული იქნება. აუცილებლად ეს ქვეყანაა, რომელიც ბოროტების მეც არაფერს არ თესავს მთელი თავისი არსებობის მანძილზე. დამპყრობელის ხასიათი და ჩვენ ამას ვხედავთ შიგნითაც. ხო, აი ახლა თითქმის 20,000-ზე, 30,000 ციფრი სახელდება, ადამიანი მოკლეს, გაწყვიტეს, როგორც არაფერი. ნათელია, რომ გარდაუვალია ირანში რეჟიმის ცვლა, ამას მოახდენს ამერიკის შეერთებული შტატები, ან სამხედრო ძალით, მშვიდობიანად ალბათ ვერ მიაღწევს. არ ვიცი, რთულია თქმა. ყველა შემთხვევაში ერთი რამის თქმა შემეძლია. ამერიკა დღეს მზად არის ომისთვისაც და მზად არის იმისთვის, რომ შეცვალოს იქ რეჟიმი. ალბათ დააბრუნებენ შახს ან რაღაცა სხვა, ყველა შემთხვევაში დემოკრატიულ რეჟიმს შექმნიან. და რანერი წინააღმდეგ მოცა უნდა გაუწიოს ირანმა, ამას ირანი დამარცხდება. ეს არის ჩემი პროგნოზი ახლა. ვცდები, არ ვცდები, დრო დაგვანახებს. ბატონ დავით, დაძაბული იყო უკიდურესად სიტუაცია, აი წუთი-წუთზე ომი უნდა დაწყებულიყო, თუმცა არაბეთის გაერთიანებული საამიროები იქ, კატარი იქ, ომანი, ისრაელმაც კი უშუამდგომლა, ასე ვთქვათ, ირანს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დროებით შეჩერებული იქნა ეს პროცესი. ეს პოლიტიკური ნაწილია. ეხლა როგორ ფიქრობთ? აი ეს ქვეყნები, ვინც უშუამდგომლეს, უშუალოდ ირანს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დღეს რა განწყობაზე არიან? კვლავ ამ განწყობაზე არიან, რომ შეაჩერონ ეს პროცესი თუ პირიქით. ეს პოლიტიკური ნაწილია. თანამედროვე მსოფლიო მოიცავს პოლიტიკურ შემადგენელსაც და ის უფრო ძლიერი ვიდრე სამხედრო შემადგენელი. ეხლა არის მცდელობა, რომ პოლიტიკურად მიაღწიონ ირანთან რაღაც შეთანხმებას. მაგრამ ეს შეთანხმება მოიცავს თელრით პუნქტებს. პირველი ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე. მეორე ირანში ადამიანის უფლებები რეალურად უნდა იქნას დაცული. ეს ყველაფერი ვერ მოხდება. და მაშინ ამოიწურება პოლიტიკური რესურსი და სამხედრო გზაზე გადავლება. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც ხელსაყრელ მომენტს ეძებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა კვლავ ირანს დააკისროს და უპირდაპირ თქვას, რომ აი შენ ესა და ეს რომ არ გააკეთე, აი ამიტომ მოხდა ეს. არა, ასე არ უნდა ვიფიქროთ, არა. თანამედროვე მსოფლიო ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი. ამერიკა და დასავლეთი რეალურად ცდილობს, რომ პოლიტიკურად გადაჭრას საკითხი. ეს არ არის ცრუმცდელობა, ესენი მართლაც ცდილობენ. თუმცა რა თქმა უნდა, იმის პროგნოზსაც აკეთებენ, რომ ეს შეიძლება ვერ მოხდეს და სავარაუდოდ ვერ მოხდება. აი აქ უნდა გავიგოთ, დასავლეთი ამ შემთხვევაში ამერიკა და ევროპა კი არ თვალთ მაქცობს. ის ცდილობს პოლიტიკურად გადაჭრას საკითხი, მაგრამ მოთხოვნები, რომ შეწყვიტე ბირთვული იარაღის წარმოება და ადამიანის უფლებები დაიცავი და თავისუფლება მიეცი ხალხს, ესმის ამავდროულად, რომ შანსი იმის, რომ ამაზე დათანხმდება ირანის ხელისუფლება არის ძალიან მცირე, მაგრამ ამ სავალდებულო გზას გადიან და შემდეგ სავარაუდოდ გადავლენ უკვე სხვა ქმედებებზე, ეს იქნება სამხედრო ქმედებები. თუმცა ბატონ დავით, ირანს ასე ვთქვათ, მხარს უჭერს რუსეთი და ჩინეთი. აი როგორ ფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში, ღმერთმა არ ქნას და ვთქვათ, განვითარდა ეს საომარი მოქმედებები. არც რუსეთი და არც ჩინეთი ვერაფერს არ ჩაერევიან. ვერ ჩაერევიან.
ვერ ჩაერევიან ეს საერთოდ. თავის მოტყუებაა. ვერავინ ვერ ჩაერევა. რა თქმა უნდა, რუსეთის და ჩინეთის ამ საკითხში ირანის მოკავშირეა, მაგრამ ვერაფერში ვერ ჩაერევიან. რუსეთს უკვე მე-13 გემი დაუპატიმრეს ნეიტრალურ წყლებში, ოკეანეში ამერიკელებმა. და ვერაფერი ვერ გააკეთეს. ესეთი რამე არ მოხდარა არასოდეს. ანუ თქვენ გამორიცხავთ მესამე მსოფლიო ომის დასაწყისად ვაღიაროთ ირანის და ამერიკის შეერთებული შტატების არა. გამორიცხავთ ამას. ირანში ომი არ იქნება, მსოფლიო ომს რას დაუძახებთ, ახლა მე არ ვიცი. არ ჩაერთვება ვთქვათ აგერ ჩინეთი, არ უკრაინაშიც რო ჩაერთვება დაიწყო ომი, ამერიკა. ვიღაცამ თქვა რომ დაიწყო მესამე მსოფლიო ომიო, მაგრამ და ნამდვილად მთელი დასავლეთი ებრძვის იქ რუსეთს, მაგრამ ეს არაა მესამე მსოფლიო ომი. ეს არაა მესამე მსოფლიო ომი. მსოფლიო ომი ცოტა სხვა რაღაცას ნიშნავს. ანუ არ ჩაერთვებიან ეს სხვა ქვეყნები. ვერავინ ვერ ჩაერთვება, ვერ ჩაერევიან, ვერ შესძლებენ. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში ვუპასუხოთ, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. ბატონო დავით, კითხვა მაქვს ერთი. ისე იგი, რათაც გადაწყვეტ ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, ისე უნდა იმოქმედოს პატარა ქვეყნებმა, ტრაგედია, კომედია თუ რა არის? აი, გული გეტკინება, გადავიღალე, მოკლედ შეფოთებული. ასაგები, გავიგე, სამწუხაროდ, რა ვთქვა ახლა? რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, მსოფლიო არა მარტო დღეს, არამედ ყველა საუკუნეში, რაც მსოფლიო არ, ჩვენ რაც ვიცით. ახლა 2000 წლის წინ, რასაც გადაწყვეტდა რომი, მოგწონდა ეს ჩვენ თუ არ მოგწონდა, იზოლებული ვიყავით, რომ რაღაცნაირად ამ ფარგლებში გვემოქმედა. საქართველოს ისტორია აიღეთ, საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენ გასული 2007 წლის განმავლობაში ჩვენ სულ იძულებული ვიყავით, რომ ანგარიში გაგვეწია იმისთვის, რას გადაწყვეტდა ირანი, რას გადაწყვეტდა რომის იმპერია, შემდეგ რას გადაწყვეტდნენ არაბები. 380 წელი, 400 წელი ჩვენ არაბების გადაწყვეტილებას უწევდით ანგარიშს, შემდეგ მონღოლეთის იმპერია, თურქ-სელჩუკები. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და მუშაობთ გადარჩენაზე. მოგწონს ეს ჩვენ თუ არ მოგწონს ეს ესეა. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ევროკავშირი, ჩინეთი, ესენი არიან გიგანტები. ჩვენ ახლა მოგწონს ეს თუ არ მოგწონს ეს, ჩვენ უნდა ვიხემძღვანელოთ არსებული პოლიტიკით და მოვიქცეთ ისე, რომ ამ ვითარებაში გადავრჩეთ ჩვენ. სინამდვილეში ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ არც ამერიკაზე, არც რუსეთზე, არც ირანზე, არც ჩვენი თავის გარდა არაფერზე არ უნდა ვფიქრობდეთ. და ჩვენ უნდა ვიყოთ დაკავებული თვითგადარჩენით. ჩვენ უნდა გადავრჩეთ ამ ვითარებაში. ეხლა ამ წუთას ამერიკა ირანის საკითხი პირდაპირ საქართველოს უშუალოდ ასე არ ეხება და არ ურტყავს. თუმცა ირიბად ნამდვილად ჩვენს გვეხება. ამერიკას თავისი გეგმები აქვს, ყველა ძლიერი ქვეყანაა დღეს, არავის აღარ უწევს ანგარიშს, მათ შორის რუსეთსაც არ უწევს ანგარიშს. ეს არის რაზე ჩვენ ვლაპარაკობთ. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობათ, ბატონო. გამარჯობა. მე შეიძლება თქვენ საკითხს გადაუხვიო, მაგრამ აი რა მაინტერესებს. აი სანაბრები რო გაფინეს, შეჭამეს ის ქვეყანამ რაღაცა ამ ხალხის შემოტანილი. მაგის დამიხვერით შეიძლება რამე ინფორმაცია მოხდეს? გასაგები. ანაბრები, საბჭოთა ანაბრებზია ხო საუბარი? დიახ. რა შემიძლია გითხრათ, ჩვენმა პარტიამ პარლამენტში 4-ჯერ დააყენა ეს საკითხი, რომ ეს ანაბრები თუნდაც 5 წლიანი გრაფიკით დაუბრუნდეს ხალხს. აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა და საშუალება საქართველოს სახელმწიფოს? აქვს. არც ერთხელ ეს გეგმა არ გაიზიარა და არ მიიღო ქართულმა ოცნებამ. რატომ? იმიტომ რომ არაფრის დაბრუნებას არ აბრუნებს, არ აპირებს. აი ეს არის მარტივი პასუხი. ქართული ოცნებას არ აინტერესებს ხალხი. ესენი აშენებენ ფეოდალურ სახელმწიფოს და თავის გარდა არაფერი არ აინტერესებს. ფულიც ამათია, ბიზნესიც ამათია, ბანკიც ამათია, მრეწველობაც ამათია, ყველაფერი ამათია და რატო დაგიბე? ესენი არავის აფერს არ დაუბრუნებენ.
ამათ სურვილი აქვს რომ გაწყდეს თელიერი და ყველაფერი ამათ დარჩეს. პირიქით წართმევაზე არის. მე პასუხობ თქვენ რომ ჩვენ 5ჯერ დავაყენეთ პარლამენტში ეს საკითხი. ჩვენ საარჩევნო პროგრამაში სამარჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა, ყველგან იყო ეს. რომ და 5 წლის განმავლობაში ან თუნდაც 10 წლიანი გრაფიკით ყოველწლიურად 10%, 10 ASF ეს შეუძლია ქვეყანას თავისუფლად. კარგად. 5 წლიანი გრაფიკითაც შეუძლია. არ სურს. ქართული ოცნება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც რამეს ხალხს გაუკეთებს და თუ გამოფხიზდებით და ამას გაიაზრებთ, კარგია. კიდე ზარია კი ბატონო პასუხობ კიდე. ზარია, მოგესალმებით ისაუბრეთ. გამარჯობა. გამარჯობა. მისმენთ თქვენ ახლა? გისმენთ და დიალოგის დრო კი არ არის, თქვენ ისაუბრეთ, რისი თქვაც გინდა თქვენ. მე მაინტერესებს, როცა სამგეკამშვიდ დაიშალა. სად წაიღეს იმხელა ინჟინერი სამხედრო ტექნიკა და ეს ქარხნებისა და ფაბრიკების ტექნიკა. დაშალეს ქარხნები და ფაბრიკები დაშალეს, ტექნიკა ძირითადად ჯართად გაყიდეს თურქეთში ძირითადად. თუმცა ზოგიერთი ძალიან ძვირფასი დანადგარი მილიონი როგირ და თურქეთმა 100,000-ად წაიღო და ამუშავებს თურქეთში დღეს. აი წაიღეს. ბატონ დავით, მე ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, მე ამას არ ვეთანხმები, მაგრამ თქვენ რომ ახსენეთ სწორედაც რომ ირიბათ რაღაცნაირად საქართველოს მაინც შეეხება ეს საკითხი, ზოგიერთი ანალიტიკოსი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ამას არ ვეთანხმები, იმასაც კი განიხილავს, რომ შესაძლებელია ირანის დაშლა გამოიწვიოს ამ ომმა და ის აზერბაიჯანულ ენოვანი ტერიტორია, სადაც რომელიც ირანშია, შესაძლებელია შეუერთდეს აზერბაიჯანს და ასეთ შემთხვევაში საქართველო ორ უმსხვილეს თურქულენოვან ქვეყანას შორისაც კი აღმოჩნდესო. თუმცა მე ცოტა ძნელად მეჩვენება. ესე იგი, კვლავ შემიძლია აი პუნქტებად ჩამოვაყალიბო ეს საკითხი. პირველი, ირანი ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა დღეს არსებული ძველი ქვეყნები. პირველი, დღეს არსებული უძველესი ქვეყნებიდან ირანი ერთ-ერთი უძველესია თუ არა ყველაზე ძველი. მეორე, ეს ქვეყანა ყოველთვის ბოროტების ქვეყანა იყო. ყველა თავის მეზობელს, ბერძენი იქნებოდა, ეს ქართველი იქნებოდა, თუ ვინც არ იქნებოდა, სომეხი იქნებოდა, ეს ქვეყანა ყოველთვის ატერორებდა, აყაჩაღებდა და ძალიან აწუხებდა. მესამე, ირანი დღესაც ესეთ ქვეყანად შენარჩუნდა. საკუთარი 32,000 კაცი გაწყვიტა ეხლა. მეოთხე, ირანში არ შეიძლება იყოს ბირთვული იარაღი, იმიტომ რომ ამ ქვეყნის შინაგანი ბოროტებიდან გამომდინარე ეს იარაღი აუცილებლად იქნება გამოყენებული. მეხუთე, ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს ამჯერად არაუბრალოდ განიარაღებას, ის რეალურად აპირებს ირანში დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას. ამიტომ ის ითხოვს ირანისგან ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას და არ ამგონია რომ დათანხმდეს ირანი. ადამიანებისთვის თავისუფლებების მიცემას არ ამგონია ამაზე დათანხმდეს ირანი, ეს პოლიტიკური ნაბიჯებია, ამას შემდეგ მოხდება სამხედრო ნაბიჯები. შემდეგი, ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ყველგან ყველაზე ძლიერი სახელმწიფო და პირდაპირ ეწევა ძალიან მძიმე აგრესიულ პოლიტიკას. უკრაინაში რუსეთი ებრძვის მთელ მსოფლიოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ძალიან მძიმედ მიიწევს წინ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად არასოდეს ისტორიას არ ახსოვს, რომ რუსული გემები ვინმეს დაეპატიმრებინა, უკვე მე-13 გემი დააპატიმრა ნეიტრალურ წყლებში, ოკეანეში, რუსული და რუსეთმა ვერაფერი ვერ გააკეთა. შემდეგი, ამერიკის შეერთებული შტატები თუ გადავა საომარ მოქმედებებზე ირანთან და შეიძლება გადავიდეს, ვარაუდი ამისი დიდია, ვერც ჩინეთი და ვერც რუსეთი და ვერავინ ამაში ვერ ჩაერევა და არც ჩაერევიან. ამის შედეგად ირანში შეიცვლება წყობა. დაიყოფა თუ არა ირანი. საერთოდ პირველ რიგში ჯერ იეზიდური ქურთული სახელმწიფოს შექმნა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ ქურთები ძალიან დიდი ერია, თითქმის 60 მილიონს აღწევენ, 4 სახელმწიფოს შორის არიან გაყოფილები და ამერს არ აქვს საკუთარი სახელმწიფო. ეხლა ავტონომია აქვს ერაყში, მაგრამ სირიაშიც არიან, ირანშიც არიან, ერაყში და თურქეთში, მაგრამ ისინი ემსახურებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ხო? იეზიდებიც. აქ რწმენაში ცვაობაა, მაინც იეზიდები და ქურთები, მაინც ერთ-იგივე მთლად არა, გენეტიკა ერთია, მაგრამ რელიგიიდან გამომდინარე დიფერენცირება დიდია.
შესაძლებელია სურდეს ამერიკას, რომ შეიქმნას ან იეზიდური, ან ქურთული სახელმწიფო. ეს იდეები არის. რაც შეეხება ჩრდილოეთ აზერბაიჯანს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონი არის თანამედროვე ირანში. იქ უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ვიდრე თანამედროვე აზერბაიჯანში. სხვადასხვა ციფრებია, 16 მილიონი დასახელდება მინიმუმ და 25 მაქსიმუმი, მაგრამ აქით აზერბაიჯანს არ სურს იქ შეერთება, მიერთება მათი თავისთან არ სურს, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული ხალხია. აქით აზერბაიჯანი კულტურულადაც ძალიან ინტეგრირებულია კავკასიაში და აქ ქართული გავლენა ძალიან დიდია და დემოკრატიული თვალსაზრისით სრულიად სხვა დემოკრატიზაციის დონეა და სრულიად სხვა დემოკრატიზაციის დონეა და იქითა ირანში არსებული ეს უფრო ირანთან ძალიან ინტეგრირებული, ირანულ კულტურასთან ძალიან ინტეგრირებული აზერბაიჯანია და არ ამგონია რომ ასეთი სურვილები იყოს. აი ეს შემიძლია გიპასუხო. გასაგებია. მოდით ახლა გადავიდეთ უკრაინასთან დაკავშირებით, ბატონ დავით, მოკლედ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა ალისა ვაინდელმა აი ასეთი განცხადება გააკეთა ზელენსკისთან მიმართებაში. გეყოფათ კომედიის გათამაშება ბატონო ზელენსკი, აქ თქვენი სერიალების გადამღები მოედანი არ არის, არამედ გახლავთ იმ ქვეყნის პარლამენტი, რომელსაც მესამე წელია ძარცვად. აქ დგახართ როგორც წამებული სინამდვილეში თქვენ დიდი ტალანტის მქონე მატყუარა ხართ, რომელმაც ომი თავის ყველაზე მომგებიან ბიზნეს პროექტად აქცია, სადაც მილიარდობით ევრო სწორედ გერმანელი კანონმორჩილი გადამხდელების ფულია. ისინი გაქრნენ თქვენს ჯიბეებში. სანამ უბრალო უკრაინელებს ხორცაკებში ატარებენ, თქვენ გამოწურეთ ჩვენი ეკონომიკა. როგორ ბედავთ თვალი გაუსწოროთ გერმანელ ხალხს. ჩვენთვის თქვენ პრეზიდენტი აღარ ხართ, რიგითი ქურდი ხართ, თქვენ უნდა განსაჯელი სკამზე იჯდეთ და აბრუნებდეთ თანხას, რაც მოიპარეთ. მოკლედ, ევროპულმა მასმედიამ აი ამ გამოსვლას სწორედ უწოდა კიევის შავი დღე. როგორ ფიქრობთ, კიევს შავი დღე უდგება უკვე ევროპის მხრიდან? არა, ეს ესეთი მარტივი საკითხი არ არის. ვიცი რთული. გერმანიაში ნამდვილად არსებობს მთელი მოძრაობა, ეს და ამ მოძრაობაში არა მარტო ერთი პარტია, არამედ ბევრი ადამიანია გაერთიანებული, რომელიც წინააღმდეგია ამ ომისა ზოგადად და ძალიან დიდ ფულს ხარჯავს გერმანია და ვინაიდან წინააღმდეგია ომისა, არ სურს ფულის დახარჯვაც ამ საკითხთან მიმართებაში. ეს არის ერთი თემა. და ამიტომაც ჩვენ გვესმის ეს მსგავსი წინადადებები. და ეს ახალი არაა. მეორე საკითხია, რომ მიზანი ყველაზე დიდ ხარჯს მაინც ამერიკას წევს ამ საკითხში. აქ გერმანია და ამერიკა სინამდვილეში არიან ერთმანეთის თანამონაწილენი, იმიტომ რომ გერმანიაც ყოველთვის მიიჩნევდა რუსეთს და რუსეთის იმპერიას მტრად და ამერიკის შეერთებული შტატებიც. და მიზანი არის რუსეთის მაქსიმალური დასუსტება და რუსეთისთვის უკრაინის წართმევა. ეს არის მიზეზი. და რეალურად ამ მიზეზს ნაწილობრივ უკვე მიაღწიეს, ხო? გასაგებია, რომ აი მარტო კიევზე მიდის აქ ბრძოლა. კიევს დაკარგავს რუსეთი, ამერიკის გავლენის ქვეშ გადავა მთლიანად თუ რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩება. ჯერ აღარც არის, რეალურად ეხლა კიევს ვეღარ აკონტროლებს რუსეთი. მაგრამ იღწვის ამ კონტროლისთვის. და ომი არ ამგონია გაჩერდეს ჯერჯერობით, იმიტომ რომ ამერიკამ უნდა მიაღწიოს აი ამ მიზანს. და ზელენსკი რომ კომედიას თამაშობს და ფულს შეულობს, აქ ახლა ეს ფაქტია და ზელენსკი საერთოდ უკრაინელიც არ არის, პოლონელი, ებრაელია და არა მან ფულის შოვნის მეტი მიზანი არა აქვს, მაგრამ დასავლეთს აქვს მიზანი რომ კიევი ის ტერიტორიები რაც რუსეთმა წაიღო, იმას არავინ არ რჩივის, თავიდანვე ქონდათ გეგმა რომ იმან უნდა წაიღოს. ამათ უნდათ რომ კიევი წაართვან და აი ამაზეა ბრძოლა. ზელენსკი კომედიანტია ნამდვილად. ზარია კიდევ სანაკითხვას დასამოდი ვუპასუხოთ. ზარია, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გაითიშა. არა, არ გათიშულა, რაღაც. გაითიშა ზარი თუ? გაუგებარია. გაითიშა. თუმცა ჩვენ ხედავთ ახლა უკვე თვითონ ევროპის, ევროსაბჭოს ქვეყნების დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებაში, ისინი რიტორიკას ცვლიან და უკვე საუბრობს გერმანიაც, საფრანგეთიც და სხვათა შორის, ცალკე კიდევ ინგლისი, იტალია
იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგის წამოწყება და რაღაცა ურთიერთობების, ასე ვთქვათ, მოგვარება. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს პროცესი გოთარდეს? პუტინი თანახმადი? დიალოგი არასოდეს არ შეწყვეტილა. ეს ქართული ტელევიზიები გვატყუებდნენ ჩვენ. ომი მიმდინარეობს მეოთხე წელი წავიდა უკვე უკრაინაში და დიალოგი არც ერთი დღე არ შეწყვეტილა. პირველივე დღესაც არ შეწყვეტილა. ავსტრიის პრეზიდენტის გახდათ რუსეთში ჩასული, მაკრონი სულ ელაპარაკებოდა, აქ იყო ისტერია. აქ ხალხს ატყუებდნენ, რომ უკრაინა ომს მოიგებს, რაღაც სისურელებს ლაპარაკობდნენ, თორე დიალოგი არც ერთი დღე არ შეწყვეტილა. და არც ეხლა არ წყდება. კვლავ ამბობ, ამ დიალოგს აქვს მიზანი. მიზანი დასავლეთი და ამერიკა ხედავს ესე. მას სურს დასავლეთ უკრაინა, ანუ ლვოვი და იქით მთელი ეს დასავლეთ უკრაინის თავის გავლენაში წაღება და თulis რომ უკვე წაიღო და ეხლა სურს კიევის თავის გავლენის ქვეშ დატოვება. რუსეთმა წაიღო გარკვეული ტერიტორიები და დასავლეთი ამას შეგუებულია და ზელენსკის ეუბნება რომ ხელი მოაწერე ამას და დათმე ეს ყველაფერი. ანუ ბრძოლა მიდის კიევისთვის და დიალოგის არსიც მაგაშია რომ დასავლეთი ეუბნება დამითმე კიევი, ეს ტრამპის მოთხოვნაა, თორემ მანამდე ამას არ ითხოვდა ამერიკა და რუსეთი ამბობს რომ არ დავთვალო. ეს არის მთელი დარჩენი ლაპარაკი ახლა ეს ამოცანა ეგ არის მოკლედ აქ მარტივად არის. სხვათა შორის ბატონო დავით ახლა რახან ამ უცხოეთის ამბებზე საუბრობთ, მოდი ჩვენი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც ვისაუბროთ. ამერიკაში მოხდა შეხვედრა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დარსალია შეხვდა ხანრახანი. ეს გახლავთ ევროპული და ევრაზიული საქმეების ბიუროს დირექტორს. როგორ ფიქრობთ, აი ეს შეხვედრა უკვე მანიშნებელია იმისა, რომ რაიმე ურთიერთობები შეიძლება? მანიშნებელი არ არის. ამათვის ეს არის დიდი სიხარული, რომ კაცშვილი არ ელაპარაკება ამერიკაში. ამ ადამიანს და ამ რანგის თანამდებობის პირს თავისუფლად შეხვდება წესით. მაგალითად, მე ვხვდებოდი ამაზე ბევრად უფრო დიდი თანამდებობის პირს. ხო, აი გვარიც ამოვიკითხე, იმდენად უცნობია. ასეთი რანგის ადამიანებს თავისუფლად ხვდებიან ჩვეულებრივი პარტიების თავმჯდომარეები. მე გარწმუნებთ ეხლა, რომ ჩვენ რო ჩავიდეთ, ან იქ შალვა ნათელაშვილი ჩავიდეს, ან ისინი შეხვდებიან. თავისუფლად შეხვდებიან. და პირიქით სიტუაცია შეიქმნა, ეს ხალხი ხვდებოდა ყველას და არ ხვდებოდა ხელისუფლებას. და ცხადია რომ ეს ხალხი ხვდებოდა მთელ ამ ლიბერალურ ფლანგს, აი ამ სააკაშვილების პარტიებს და ამ ლიბერალებს ყველას ხვდებოდა ეს ხალხი. და ხელისუფლებას არ ხვდებოდა. იგივე სალომე ზურაბიშვილს ესენიც და ბევრად უფრო მაღალი რანგის ხალხი ხვდებიან. და ამ ხელისუფლებას არ ხვდებიან. ახლა ეს ხელისუფლება როგორც იქნა დიდი ჭიდაობით ძლივ შეხვდა, ეს არ არის მაღალი თანამდებობის პირი. და ნუ ეხლა ყველგან გვეუბნება, აი ჩვენ ამას ეს გავს იმას, რომ პრეზიდენტმა ყაველაშვილმა გვითხრა, რომ იქ სადღაც ხელი აუწია პრეზიდენტმა თუ მარკო რუბიომ ჩაიარა და ხელი აუწია. აი დაახლოებით რაღაც ესეც გავს. ხელისუფლება ძალიან მძიმე ვითარება აქ დასავლეთთან. ხელისუფლებამ აგინა, აფურთხა, ლანძღა ამ დასავლეთს, ლანძღავდა ამ ამერიკას, გაუგებარია რისთვის გასაგებია. გესმით რა შეასაქმე? ჩვენ გვესმის რომ საქართველოს თავი უნდა გადაირჩინოს. ჩვენ ისიც გვესმის რომ საქართველოს აუცილებლად თავისი რაღაცა სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ყველაფერში ოქროს შუალედია საჭირო. ხელისუფლება გადავიდა და ლანძღავდა ამერიკას სხვა მიზეზების გამო სინამდვილეში, იმიტომ რომ ესენი ქმნიან ფეოდალურ სახელმწიფოს, აი ამიტომ და ამას არ ეგუება ამერიკის შეერთებული შტატები და ვერაფერს ვერ გააღწიეს. ახლა ერთი გამოძიება დაიწყო ამ ქიმიურ იმასთან, მეორე გამოძიება დაიწყო ეუთომ, უკვე ამ ხელისუფლებას ესმის ივანიშვილს ყველანაირი თანხები დაუყადაღეს, გაუნახევრეს, აკოტრებენ მიზანმიმართულად. კობახიძის საკითხი იმდენად ძიმედარი, რომ კაცმა არ იცის როგორ გადაწყდება. ამიტომ ხელისუფლებამ ეხლა დაიწყო სხვანაირი მოქმედებები, ეხლა ლაპარაკობს, რომ გადატვირთვას იწყებს ამერიკას. ამერიკა არ აპირებს ამათთან არავითარ გადატვირთვას. აი ჩვენი ვიღაცა საშუალო რანგის დირექტორს შევხვდით და რა მე. არაფერი. მინისტრის მოადგილეა, ან მინისტრის მოადგილეა, მინისტრის მოადგილე უნდა წესით შეხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მაგალითად სახელმწიფო მდივნის მოადგილეს. არა ვერ ხდება, ვერც მოადგილეს ხდება, ვერც მოადგილის თანაშემწეს ხდება. ხო? იმიტომ რომ ამათ არავინ არ ელაპარაკება. ეხლა გაირკვა რომ ამდენი ჩხუბი მე ჩვენი ქვეყანას დაიღალა.
ახლა შეიძლება დაუსრულებლად სისულელეების წერა, რომ ტრამპი ხან აგენტია Deep State-ის, ხან Deep State-ის თავია, რომ არავინ არ არის. ნუ ახლა დაუსრულებელი სისულელეები, დაუსრულებელი ტყუილები. დავუბრუნდეთ ბატონო. გავიგე ჩვენი ერი ძალიან გაბრაზებულია მიხეილ სააკაშვილზე. გაბრაზებულია ვიღაცა იქ ვაშაძეზე და ვიღაც გვარამიაზე და ასე შემდეგ. ნამდვილად ამ ხალხის უკან ძალიან ბევრი სხვადასხვა ამერიკული პოლიტიკოსი იდგა. ნამდვილად. მაგრამ ეხლა დიდი ხანია ვითარება შეიცვალა, მოვიდა ტრამპის ხელისუფლება, არაპირველად სხვა შორის. პირველად რომ მოვიდა ტრამპის ხელისუფლება, მაშინაც ის ხელისუფლება აღარ იდგა ამათ უკან. ეხლა მეორედ მოვიდა ტრამპი. ტრამპის ხელისუფლება არ დგას არც სააკაშვილის უკან, არც ვიღაცა ვაშაძის და არც გვარამიას უკან. და ტრამპის ხელისუფლება მოთხოვა ამ ხელისუფლებას, აი ამ ხელისუფლებას, რომ რეალურად იყოს დემოკრატიული ხელისუფლება და არა ფეოდალური სახელმწიფო. ამაზე გაგიჟდა ეს ხელისუფლება, ლანძღა ეს ტრამპი, ლანძღა ეს ამერიკა და ჩვენი გაბრაზებული ხალხი ამას ერთი პერიოდი მხარს უჭერდა. ნუ გაიარა მან, ეხლა ხო მივხვდით ჩვენ უკვე, რომ სრულად სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე. არ შეიძლება ეხლა ჩვენ ვლანძღებდეთ ტრამპს, იმიტომ რომ თქვათ ბაიდენი მხარს უჭერდა მიშა სააკაშვილს ან ნიკა გვარამიას. ამის გამო სისულელეა ეხლა ტრამპის ლანძღვა. ამათმა ნუ ყველანაირი შეურაცხყოფები მიაყენეს ტრამპს. ეხლა ამერიკის შეერთებული შტატებმა ყველანაირი ზომები მიიღო. ეხლა აღარ იციან აქედან როგორ გამოძვრენ. აი ეს ხდება. სხვა კი არაფერი. ანუ ჯერჯერობით არაფერი სახარბილო, როგორც ჩვენ სახელმწიფო არხები გვეუბნებიან და გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი კარგად არის და უკვე აბსოლუტურად თქვით, რომ ურთიერთობები თბება, ეს არ არის სინამდვილეს არ შეესაბამება. აბსოლუტურად არაფერი არ შეესაბამება სინამდვილეს. კვლავ ვიტყვი. ამერიკის შეერთებული შტატების ლიბერალური ხელისუფლებები აქტიურად უჭერდნენ მხარს მიხეილ სააკაშვილს და მის მომხრეებს. ამერიკაში იყო ბევრი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს და მის მომხრეებს. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ახლანდელი ხელისუფლება ეს სრულიად სხვა კონსერვატიული ხელისუფლება, რომელიც არანაირად არ უჭერს ხარს არც მიხეილ სააკაშვილს და არც მის მომხრეებს ან ყოფილ მომხრეებს. და ეს არის ხელისუფლება, რომელიც ითხოვს ჩვენი ქართული ოცნებისგან დემოკრატიის კურსით სვლას და არა ფეოდალური სახელმწიფოს მშენებლობას. ამის გამო ეს ხელისუფლება დაესხა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს და ყველანაირი შეურაცხყოფები აყენა ამერიკასაც, ტრამპსაც. ჩვენი ხალხი, რომელიც გაბრაზებული იყო მიხეილ სააკაშვილზე, გაბრაზებული იყო ლიბერალურ ხელისუფლებებზე, რომლებიც ხარს უჭერდნენ სააკაშვილს, ვერ გაიყო თავიდან რა ხდება, ამ ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად მოატყუა და ტრამპს აკიდა შეეცადა, რომ ტრამპისთვის დაებრალებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა ხო გავერკვიეთ ჩვენ. ახლა მუდმივად ტრამპის ლანძღვა არაფერი სიკეთის მომტანი არ არის. ახლა დაიწყო სხვა პროცესები. ამერიკის შეერთებული შტატები მიზანმიმართულად აკოტრებს ბიძინა ივანიშვილს. ეს ფაქტია. საერთოდ არ ელაპარაკება ამ ხელისუფლებას. დახმარების პროექტები მცირდება. კობახიძეზე ძალიან სერიოზული საქმეებია, როგორც ქიმიურ ნივთიერებების გამოყენებასთან, საერთოდ ეუთოს გამოძიება დაიწყო, BBC-ს გამოძიებებია, ადამიანის უფლებებია. ამიტომ ეხლა ეს ხელისუფლება ეძებს გამოსავალს და ახლა ხდება ეს ხელისუფლება შეხვდა არაპირველი რანგის თანამდებობის პირს და უკვე დიდი სიხარულით გვეუბნება, რომ აი ხედავ ჩვენ ვიღაც დაგველაპარაკა. შევხვდით და რაღაცას ვალაგებთ. ვერაფერს ვერ ალაგებენ და ვერაფერს ვერ დაალაგებენ. ჩვენი გადაცემა ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ხელისუფლება ფეოდალურ სახელმწიფოს აშენებს და ამად უნდა გამთავისუფლდეთ ჩვენ. აქ ამერიკაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ან რუსეთზე, ან ჩინეთზე. ჩვენ თავზე, ჩვენს გადარჩენაზე და იმაზე, რომ აქ არ აშენდეს ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც უკვე ააშენა აი ამ ქართულმა ოცნებამ. ამათგან განთავისუფლებაზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა ხსნა რა თქმა უნდა ერთადერთი ხსის გზა ის არის, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ რომ წარმოვიდგენ 3 წლის შემდეგ უკვე რა ვიქნებით აი ამ მიღებული კანონებით და კიდევ რამდენ სისულელე კანონს მიიღებენ ანტისახელმწიფოებრებს უკვე არ ვიცი უკვე ვიბნევი კიდევ ჩვენი დრო ამოიწურა, დიდი მადლობა, ჩვენ გემშვიდობებით ნახვამდის.